უთხრა ამ არაჩვეულებრივ საღამოს ორგანიზატორებს ყველას და მე მინდა შინაგანი სიხარულით თქვა ერთი რამ, რომ იმ გამონაკლისს ხალხთა შორის ვარდნენ, რომლებიც შემიძლია დღეს არდგნენ და ბარიდან წავიდნენ მთაში საცხოვრებლად. მე ძალიან მიხარია და მგონია, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი გავაკეთე ამ ნაბიჯით. წეგან მარიამი საუბრობდა ციკლაური და მარიამმა თქვა, რომ და ყველას გვაქვს ეს თურმილი, რომ ჩვენი განწყობა იყოს ოპტიმისტური და რაღაც თქვა, რომ აი უფალს მივმართავთ ბოლოს საბოლოო ესე ვთქვათ ჩვენი არის ლოცვა იქით ადგილზე ხევსურეთში ბევრი რაღაცა საიმედო უკვე აღარ არის და მახსენდებოდა, როცა მარიამი ლაპარაკობდა ლოცვას დიდი ძალავს და ერთ-ერთი ლექსი არაჩვეულებრივი ლექსი არის, როცა ამბობს, რომ ხევსურეთის სალოცავები როცა ელოდებიან მეზონეს და მეზონე აღარ მიდის ძალიან დიდი ხანი ხატი როგორ გადაცდა ჭკუიდან აი ამ მლოცველის ლოდინში და ეს ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანია და მე როდესაც ხევსურეთში ვცხოვრობ უკვე ვიგრძენი რას ნიშნავს მლოცველის გარეშე მიტოვებული აბალახებული სალოცავები და აი უბრალოდ სულ მარტივი რაღაცა არის რომ გავაკეთოთ საჭირო არ გვინდა მთავრობასთან მესიჯები რამდენ მილიონს გადმოგვირიცხავენ არაფერი არ გვინდა შაბათ კვირას ყველა აი ამდენი ახალგაზრდა ხართ აქ გამოდით დიდუბეში ბარისახოს ავტობუსი გამოდის პარასკევს 4 შაბათს და კვირას 5 ლარი თუ არ გექნება 5 ლარი რო ჩამოყავ ბარისახოში მე გადამიხდი მოსინდისობოდ არ გადავიხადო ამოდით ხევსურეთში ეს არის ყველაზე თავარი და ყველაზე მაგარი რაღაცა რასაც გააკეთეთ აი მე ამასინათ ჩემმა მეუღლემ შემომატარა ვერტმფრენით აი ეს მთებს შემოუვარეთ და საკმაოდ დაბლა დადიოდა იმიტომ რომ მესაზღვრეები პოსტებზე უნდა მივსულიყავი და მაჩვენებდა რომ აი აქ იყო ლულუ ბილიკი აქ იყო ბილიკი მონადირეც არის სამეგროს შემეუღლე და ყველა მთელი ხევსურეთის ისინი აქვს მოვლილი და მეუბნებოდა ამ ადგილას გადასასვლელი იყო ამ ადგილას იყო ბილიკი ამ ადგილას ბეღიცავალი აღარაფერი არ იყო ყველგან ბალახია არა თუ ბილიკები აღარ არის აღარ თუ მონადირეები აღარ თუ ბავშვები აღარ არის არა თუ არაფერი არ არის სალოცავებშიც კი შამბი და ჯინჭარია ეს არის რეალობა დღეს ხევსურეთის ამიტომ ძალიან აქტიურად ვიყოთ თავარია რომ სამშობლო ვიყვარდეს მთები ვიყვარდეს და ეს ბავშვები აქ რო არიან და პატარა მონდომება რომ ამოხვიდე და იდიოსთან ყოველთვის იკრიბებიან ხოლმე არაბულთან სულ მუდამ არის ვიღაცა და მიხარია რომ კოშაში მიდიან და ჩამოდიან იქ და რაღაცას ეხებიან ფიზიკურად ეხებიან იმ ყველაფერს რაც აქედან ნამდვილად არჩევს დიდ ბოდიშფრიფტი ცოტა გამიგრძელდა მაინც ოპტიმისტი ვარ რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს რომ რაღაცა და აი რამდენიმე ლექსი